მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზია მადლობას და ყველა სინდისის პატიმარს. ამ დრომდე უცნობია თუ რა გახდა ახალციხეში კერძო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. ჩვენი გადამღები ჯგუფი შენობის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფებოდა, თუმცა სკოლანდელი აღზრდის დაწესებულება დაკეტილი დახვდა. იყო თუ არა ბაღში უსაფრთხოების სტანდარტები დაცული, ახორციელებდა თუ არა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ზედამხედველობას და პროცესის კონტროლს. შეკითხვებით ჩვენ მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებას მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ კერძო ბაღები მათ რეგულირებას არ ექვემდებარებიან, შესაბამისად პროცესზე არ ზედამხედველობას ახორციელებენ. თუმცა ჩვენ დღეს ასევე გავარკვიეთ, რომ მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების კოდექსის ფარგლებში შექმნილი განყოფილებების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ თუ რამდენად არის დაცული კერძო ბაღებში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება. გავრცელებული ინფორმაციით 2 წლის ბავშვი ბაღში შეუძლოდ გახდა და პერსონალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. რამდენად სწრაფად მოვიდა ჯგუფი? კითხვა ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დაუსვით. მათი ინფორმაციით ჯგუფი რამდენიმე წუთში მივიდა და დაგვიანება არ უფიქსირდებათ. ჩვენი ინფორმაციით ბავშვის სასწრაფო დახმარებამ ახალციხის კლინიკა იმედში გადაიყვანა, თუმცა რა მდგომარეობაში იყო იგი არც კლინიკაში და არც სასწრაფოს ჯგუფის წარმომადგენლები არ გვეუბნევიან. როდისთვის გახდება ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი? სასამართლო სამედიცინო ექსპერტის თქმით გარდაცვალების მიზეზის დადგენას დაახლოებით 1 თვეზე მეტი დასჭირდება. გამოძიება გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი მისი პოსტი ზაალ გელაშვილმა დაიკავა. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, გელაშვილი ამ დრომდე ბაკურიანის განვითარების სააგენტოში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. აღნიშნულს გვიდასტურებს ბორჯომის მერი ოთარ არბოლაშვილი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე. რატომ დაატოვებინეს პოსტი ბესიკ ამირანაშვილს? ამ კითხვებით ჩვენ მასვე დაუკავშირდით, თუმცა გვითხრა, რომ გზაში იყო, ტელეფონი არ იჭერდა და გაგვითიშა. იგივე შეკითხვით ჩვენ სადაო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდით. იქ მიზეზი არ დაგვისახელეს და გვითხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ. ბესიკ ამირანაშვილის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს 2018 წლის 20 აგვისტოდან იკავებდა დღემდე, 6 მაისამდე. ბესიკ ამირანაშვილის სახელს უკავშირდება რეკორდულად ბევრი რაოდენობის გახარჯული საწვავი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით მხარის რწმუნებულებს შორის 2021 წელს ყველაზე მეტი საწვავი სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა ბესიკ ამირანაშვილმა დახარჯა. კვლევის მიხედვით მის მიერ გახარჯული თითქმის 11,000 ლიტრი საწვავით მას საშუალოდ 70,000 კილომეტრზე მეტის გავლა შეეძლო, რითაც დედამიწას თითქმის 2-ჯერ შემოუვლიდა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო. 423 კონგრესმენიდან 359 კონგრესმენმა მეგობარი აქტის მიღებას მხარი დაუჭირა. თბილისის დროით 6 მაისს ღამის 3 საათისთვის. მეგობარი აქტი არის საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონპროექტი? ვკითხეთ რონდელის ფონდის უფროს მკვლევარს თორნიკე თურმანიძეს. მეგობარი აქტი უკვე მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მიმართ უფრო მწყობრი პოლიტიკა შეიმუშაოს იმ პრობლემების პირობებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს. თუ სანქციები არის შემოსაღები, შემოიღოს სანქციები ამ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ხოლო თუ ჩვენთან შეიცვლება ვითარება და ეს აქტი მიზნად ისახავს, რომ წაახალისოს ამ ვითარების შეცვლა, მაშინ აღდგეს ურთიერთობების ძველი დონე და უფრო მეტი განვითარდეს შემდგომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორც თქვი, ეს გულისხმობს პოლიტიკურ
ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში გაზრდილ თანამშრომლობას. მეც შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისთვის, თავისუფალი ადამიანებისთვის, რომ განავითარონ ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან მთლიანობაში. მეგობარი აქტი არის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს განაცხადი, თუ როგორ უნდა შეიცვალოს მათი ხედვით ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომლის ხალხსაც აქვს განცხადებული დასავლური ევროატლანტიკური ორიენტაცია, მაგრამ რომლის ფაქტობრივი ხელისუფლება ადგას სრულიად სხვა გზას. ეს აქტი თუ ტექსტს ჩავხედავთ, გვაძლევს საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შეიცვლება პოლიტიკა და საქართველო ისევ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას, შემოbrunდება საგარეო პოლიტიკის მხრივ დასავლეთისკენ, რომ უფრო მეტად განვითარდეს ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები. აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, ამოქმედდეს მის ფარგლებში მოქმედი მიმართულებები და გაუმჯობესდეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, ისე სამხედრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. მაგრამ თუ საქართველო დღევანდელ ტრაექტორიაზე დარჩება და ის არ შეიცვლის თავის კურსს, მაშინ ეს საკანონმდებლო აქტი გულისხმობს უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სანქციების შემოღებას ქართული ოცნების იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც არის სწორედ ჩართული ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაში და ასე შემდგომ. იმისთვის, რომ მეგობარი აქტი იქცეს საბოლოო ჯამში კანონად, არის კიდევ დარჩენილი ორი საფეხური, მას შემდეგ რაც უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატამ უნდა გაიმართოს კენჭისყრა სენატში და სენატმაც უნდა დაამტკიცოს ეს საკანონმდებლო აქტი და ბოლოში უკვე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. ამის მერე უკვე დაიწყება აი ამ საკანონმდებლო აქტის განხორციელება. ჩვენ უნდა გვესმოს, რომ როდესაც ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაცია რაღაც პოლიტიკას ატარებს, ეს პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ საკანონმდებლო ბაზას. მათ შორის, როდესაც სანქციები შემოაქვს თავის პოლიტიკის ნაწილად ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს, ეს ნაბიჯი ან უნდა ეფუძნებოდეს მისავე აღმასრულებელ განკარგულებას, ან კონგრესის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტს. თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ეთერის დათმობას ითხოვდნენ. შეკრებილები მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ადეკვატურად ასახოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის პოლიტიკური დევნისა და სამოქალაქო პროტესტის ფაქტები. სინდისის პატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც, მათ შორის ახალციხეშიც. აქ უკვე 112 დღეა გრძელდება უწყვეტი საპროტესტო პროევროპული აქცია. მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან შოთა რუსთაველის ძეგლთან და მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე.